ბლინკენი არის, ხო? უფრო მოგიტყან დედის ტრაგი, მეთქი თქვა, როგორც ახლა შესიმართლეს ლაპარაკობა. და ბლინკენს რა უნდა დაუჯერო, როდესაც ხოჭა გიკითხი აგე კისინჯერის ნათქვამი და დაწერილი აქვს წიგნში, აი ამ ხელა წიგნში. და ბლინკენს უნდა დაუჯერო და ამას უნდა დაუჯერო, რაც ამაში წერია. გარეწარი როა და განუვითარებელი სპერმატოზოიდი, მე მაგისი დედა მოვთხარ მართა რა, მაგასაც უნდა ლაპარაკი. აი მე სინდის გებიცები აი იმდანად გავბრაზდები ხოლმე ამ ჩვენ ხელისუფლებაზე რომ ჩვენ უმრავლესობა ვინც ავირჩიეთ ჩვენი ხელისუფლება ჩვენც ვართ უმრავლესობაში გაიგე და ის უმცირესობა თუ თავის ხმებს იცავს აი ჩვენ რატო გვეგზავნება რომ დავიცვათ ჩვენი ხმები მე რატო არ შემიძლია და მეც ვესწავლო იმათ გაიგე რომ მე რატომ არ შემიძლია დავიცვათ ჩემი ხმა რატომ ართმევთ მე ჩემ ხმას მე შემიძლია რომ ავიღო ჩემი ბიულეტენი და თუ კიდე ზურგზე დავადო ჩემ მოწამდებმა და იქ შემოუხაზო ვინც მინდა ვინ გეკითხება მაგას ჩემი სურვილი სტადიონზე უნდა იყოს არჩევნები და ხელის აწევით რომ იქ დაითვალო მართლა ისე რომ ის იყო რა ფარული რის ფარული რა მელანი გამოჟონა რა ხდება რა ის კინძის ფოთოლში ეძებდაო კაცი მიზესო რა პოლიციელებს რომ ერთმანეთზე უწყვილად ფარები აი მიდის ბავშვი და ზედადის კაცი და გადადის რამოდენიმე მილიციონერის თავზე და ეს მილიციონერი გაყუჟებულები არიან გაიგე და ვიღაცა იქ ბლინკენის შიშით რა კაცო იმისი შიშით რომ ჩვენ აქ ჩვენი დროშა ჩვენი ეკლესია ჩვენი ბავშვი ჩვენი ქალი ჩვენი წესი და ჩვენი ადათი რომ ვერ დავიცვათ ეს არის დემოკრატია ეს არის დამოუკიდებლობა 40 საუკუნის სახელმწიფო ვართ 40 საუკუნის კაცო 40 საუკუნის ჩვენ ერთი ცივილიზაცია მორჩით 2000 წლის წინ მორჩით ცივილიზაცია ჩვენ ძალიან დიდი კულტურის ქვეყანა ვართ ჩვენ რო თამარ მეფე ყავდა აღიარებული ევროპაში და ამერიკაში კი არა ევროპაში ვინ თვლიდა ქალს რომ ის ადამიანთა მოდგმის ნაწილი იყო ჩვენი ტრადიცია გვაქვს, ჩვენი მორალი გვაქვს, ჩვენი ისა გვაქვს. ეხლა სადაც ჯიხვი ბინადრობს, იქ ჟირაფში ხო შეიძლება რომ იცხოვრობდეს იქა. ჟირაფს სხვა ქვეყანა აქვს, კაცო, და იმ ჯიხვს სხვა ქვეყანა აქვს, და იქ ცხოვრობენ, რა. ბლინკენის რა საქმეა? და ორ საუკუნიანი სახელმწიფო 40 საუკუნიან სახელმწიფოს რომ სახელმწიფოებრიობას სუვერენიტეტს და ადამიანის ცხოვრების წესსა და მორალს უკითხავდეს.